Subaru Impreza-ს მცირედით ასამაღლებლად, მცირედით რა 25 მმ-ით ასამაღლებლად მოხსენით ამორტიზატორი, დაუხაზეთ ამორტიზატორის ნახაზი, აი აგერ მოიცა ფოტოს გაჩვენებთ. შემოვიტანეთ რაინოში ფოტო, შემდგომ ზუსტი ზომები ავიღეთ, დავასქიელეთ ფოტო, გავაკეთეთ სატესტო ნახაზი, ლაზერზე გამოვჭერით ჭერთ ხელმასალაზე, დავაზომეთ, ყველაფერი კარგად არის, ახლა ცოტათი სქელზედაც კარგად არის და უკვე ან 3D პრინტერზე დავბეჭდავთ, ან მეტალისგან გამოვჭრით. ეტყო ნახაზი, როგორც გითხარით, უკვე დავხაზეთ. დავაგენერეთ G-კოდი დაადგარისთვის. ახლა უკვე გავუშვებთ. ჩავიწერთ მეხსიერების პარაცე და გავუშვებთ ჭრაზე. ფაილი ვაჭერთ ჩატვირთვას, ფაილი უკვე ჩაიტვირთვა და შეგვიძლია გავუშვათ სტარტზე. Așa. Știi că ai că țări țhoboc. Aucan ogolna dauchidot. Ucan ogolna dauchid. Lift kit-ი უკვე დამაგრებულია 25 მმ-იანი. აი ეგ ზოლზე ნახეთ. დაახლოებით არის 24 მმ. ცა კარგად დავგო. მეტრიანი 24 მმ. ვნახოთ ახლა აქ დამხარეს. ორი მხარე სადაც არაფერი არ აყენია. ეს არის Subaru Impreza 20 და 20-იანი. ეს არის დაახლოებით 22 მმ. ანუ 2 სანტიმეტრით, 2 სანტიმეტრით დაახლოებით 2 მმ-ით, 2 სანტიმეტრით და 2 მმ-ით დაილიფტა აქ დამხარე. ახლა იქითაც დავამაგრებთ. უკვე განოჭრილი გვაქვს. და შემდგომ მივხედავთ უკანა მხარეს. ჰაიპოტერის ის არის ჯუხიას. ვანდი. მექანიკუს პატრონუს. დავჭირე.